დილამშვიდობისა მეგობრებო, მე მქვია საშკა ორგანიზოვი და დღევანდელ ვიდეოში მე მინდა გაგიზიაროთ ის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც მე მომივიდა სადღაც ნახევარი საათის უკან. ძალიან მინდა გაგიზიაროთ. თქვენი აზრით, რატომ არ გამოგვდის არაფერი ცხოვრებაში? რატომ? მე პირადად ძალიან ბევრი რამე არ გამომდის. ძალიან ბევრი. ამის მიზეზიც გავაკვირდი უკვე. როცა რამე გვინდა, ხო? რატომ არაფერი არ გამოდის? როგორ დავეხმაროთ ესე ვთქვათ საკუთარ თავს, რომ მივახციოთ წარმატება? როგორ? მე მაგაზე ვფიქრობ სადღაც უკვე ალბათ 3 დღეა. რა 3 დღე, კაცო? 3 დღეა ძალიან შემაწუხა ამ კითხვა. ესე ვფიქრობ, მე მგონი მთელი ცხოვრება. რა გაუცნობიერებლად. ეხლა რატო არაფერი არ გამოდის? აგა და პასუხი ძალიან მარტივია. ეხლა გეკეთებთ როგორია ის პასუხი. დაიხმარეთ საკუთარ თავს თვითონ ჯერით. და მეორე, ეს არის, არ ვიცი, ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ჩამოვწერე ეს აზრი და მინდა ეხლავე რომ გავაშუქო. მე ვღებულობ სიგნალებს და სხვა ხალხის დახმარებას. უსურვებ მიწერია და თუ გააჩვენოთ. მე ვღებულობ სიგნალებს და სხვა ხალხის დახმარებას. რას გულისხმობ? როცა ჩვენ ვინმე გვთავაზობს დახმარებას, ჩვენ ხშირად უარს ვამბობთ მაგ დახმარებაზე. და რატომ? იმიტომ რომ გვერიდება. ყალბირწმუნებულება გვაქვს ბავშვობიდან ჩანაგილი ჩვენში. და რა უნდა ვქნათ, რომ ეს რწმუნებულება გაქრეს? უნდა შევემუშაოთ ახალი რწმუნებულება. უნდა მივიღოთ ხალხის დახმარება. უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვართ მაგის ღირსები. გვეყოწვალება. რამდენი შეიძლება მაგდენი წვალება? აღარ შეიძლება მაგდენი წვალება. ეს არის ტოტალური კატასტროფა, როცა ჩვენ ვერ კი არა არ ვღებულობთ სხვა ადამიანის დახმარებას და ვღებულობთ სხვა ადამიანის დახმარებას და ვცდილობთ თვითონ გავაკეთოთ ყველაფერი. ეს ძალიან დამღუპველია. მე უკვე მივხვდი რომ რატოა ჩემი ცხოვრება ესეთი უაზრო და ერთფეროვანი და აღალამაზი. და პასუხი დღეს დილით მომივიდა ჩემი საბავშვო დილის ფურცლებიდან გამომდინარე. ჩავუღმავდი ჩემს პრობლემას ძალიან ღრმად, ისეთი არასასიამოვნო ღრმა ფესვები აღმოვაჩინე. ამის გაცნობიერება, ამაზე ფიქრი ძალიან არასასიამოვნოა. მაგრამ არსებობს ძალიან კაი გამოსავალი. მიეცი სხვებს რომ შენ დაგიხმარო. მიეცი სხვებს ეს საშუალება, მიეცი სხვებს რომ დაგიხმარონ სხვებმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიეცი მათ შენი დახმარებას უფლება. მოიშორი ის რწმუნებულება, არა მე ყველაფერს ჩემით მივაღწევ. და უშუალოდ ხო არის ცხოვრებაში მომენტები, როცა მე დაგეხმარები. შენ კი არა იყოს, მე თვითონ გავაკეთებ ყველაფერს. ყველაფერთან მიმართებაში ეს კონკრეტულ შემთხვევას მე ახლა არ გულისხმობ. მე გულისხმობ ყველა შემთხვევას ცხოვრებაში, მთელი ცხოვრების განმავლობაში, ყველაფერს. გამოიყენეთ ეს რჩევა. ეს არის უფასო რჩევა მილიონი დოლარი, რომელიც უდრის მილიარდ დოლარებს. ეს განსხვავება, რაც მოვიდა დღეს ჩვენთან დილით. მე ვფიქრობდი, რა არის ამაში მიზეზი? თუ ჩემში მიზეზი, მიზეზი ჩემშია. ჩემში როგორ ეს მიზეზი უკვე ჩემია, რადგან ზრდასრული ადამიანი ვარ და ეს არის სხვა ადამიანების მიერ ჩანეგილი და არაეფექტური
წმუნებულება, შექმენი ახალი, რაც იქნება შენი პირადი, შენი საკუთარი და დაიწყე პრაქტიკით მაგით ცხოვრება. როცა ვინმე რამის გთავაზობ, როცა გინდა რამის მიაღწიო, არ თქვა, არა მე ყველაფერს შემიტკვის ან მე მინდა ყველაფერს მივაღწიო. თუ რა თქმა უნდა ეს თუ მართლა გინდა ეს. თუ მართლა გინდა მიიღე ყველაფერი. მიიღე სხვა ხალხის დახმარება მიიღე და გაგიადვილდება ცხოვრება. ელემენტარულად გაგიადვილდება. შეხო გინდა რომ ცხოვრება გაგიადვილდეს. ხო და სხვა ხალხის დახმარება მიიღე. კი არ მომართე. შეიძლება მომართო. ეგეც შეიძლება. აუცილებელია თუ შენ თვლი რომ სხვა შენ მიგახსენებს წარმატებას, ხო? მაშინ აუცილებლად უნდა მიიღო, უნდა სთხოვო, მიიღო, როგორც ჩათვლის საჭიროდ. თუ სხვა ადამიანი შენ მიგახსენებს წარმატებას, ხო? მაშინ აუცილებლად უნდა მიმართო იმ ადამიანს და ეს ადამიანი მიგახსენებს წარმატებას. არა მისი ხარჯით, მე რა მისი ხარჯით. არამედ შენ ეხმარები საკუთარ თავს, საკუთარი წარმატების მიღწევაში. ის ადამიანი დიდი სიამოვნებით დაეხმარება. დიდი სიამოვნებით, რომ შენ მიმართე შენ რომ შეგიყო მაგდენი ბავშვკაცობა და გამბედაობა იმ დროს როცა სხვებს ეგედებათ, ამით საკუთარ წარმატებას აბრკოლებენ და ანელებენ, შენ ხარ იმის მაგალითი, რომ მიმართე იმ ადამიანს და იმ ადამიანსაც გაუხარდება შენი მისვლა მასთან და არ ვიცი, შეიძლება უცებ არ დაგიხდახმოს, მაგრამ შენ უნდა მიეწვა. არ უნდა მოეშვა. ყველაფერი უნდა გაკეთო იმისათვის, რომ შენი მიაღწიო. ამ ცხოვრების კანონი რა არის? რომ შენი გაიტანო ყველაფერი. რაც კი გინდა ამ ცხოვრებაში, ეს არის კანონი და ეს არის უთხოვარი კანონი. მოკლედ, ვფიქრობ, ძალიან მაგარი ვიდეო გამოვიდა მაგ თემაზე და აუცილებლად გამოიყენე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ გამოიყენებ. იგივე მე დღეიდან უკვე აქტიურად გამოიყენებ ამ პრინციპს და ყველაფერს მივიღებ ჩემს ცხოვრებაში, რაც კი სამყარო მჩუქნის. ეხლა დაგამშვიდობები და მინდა გისურვო წარმატება. და მე მჯერა, შენ ეს შეგიძლია. დაიჯერე შენც. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დალაიქე და გააზიარე ჩემი ვიდეო და თუ სურვილი გაქვს მოიწერე ჩემი ახლა. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.